თქვენ უყურებთ ახალ 6 საათზე პატიმართა სოლიდარობის აქცია მეოთხე დღე საპატიმროებში არსებული მდგომარეობა მოქალაქეებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დღესაც გააპროტესტეს. აქციები ოზურგეთში, საჩხერეში, კასპსა და გორში გაიმართა. საპატიმროებში არსებული მდგომარეობა მოქალაქეებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დღესაც გააპროტესტეს. სოლიდარობა პატიმრებს დაისაჯოს მოძალადე მთავრობა. ამ მოთხოვნებით ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათის მოსახლეობა შეიკრიბა. პროტესტი პატიმრის მშობლებმაც და საჯარო სკოლის პედაგოგებმა გამოხატეს. მინდა რომ ძალადობის გარეშე გაიზარდოს ჩემი მოსწავლეებიც, ჩემი შვილებიც და მომავალი შვილიშვილებიც. ყველამ დავდგეთ უნდა. ყავთ თუ არ ყავს პატიმარი არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ყველამ გადავარჩინოთ უნდა ჩვენი შვილები და სხვისი შვილებიც. მოქალაქეები შეიკრიბნენ საჩხერის გამგეობასთანაც მათ აქციები პოლიციის, სასამართლოსა და პროკურატურის წინ გამართეს. აქციის მონაწილეებმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც მიმართეს და პარტიის დატოვებისა და არჩევნებში კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდეს. იმას, რასაც გვიკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, ეს არის ყოვლად შეუწყნარებელი. ყველა დამნაშავე დაისჯება, ყველა ვისაც ბრალი მიუძღვის ამ უმძიმესი ქმედებების ჩადენაში. პატიმრების წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები კასპშიც გააპროტესტეს. კოალიცია ქართული ოცნების კასპის ორგანიზაციამ კასპის გამგეობისა და საკრებულოს შენობებთან საპროტესტო აქცია გამართა. ესენი არა მარტო კი არ უნდა გადადგნენ, ესენი უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. გორში ღვთისმშობლის შობის ტაძარში გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ლოცვა აღავლინა. მეუფემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მშვიდობისკენ, მოსახლეობას კი სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ღვთის წინაშე ერთად ლოცვა და ერთად დგომას აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს ერთიანობისათვის და საქართველოს ბედნიერებისათვის. საპატიმროებში არსებული მდგომარეობა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გააპროტესტეს.